რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით პირდაპირ ითქვა, რომ საქმეზე არ არსებობდა მტკიცებულებები. რაც შეეხება მოწმეებს, რომლებიც ახობაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე იძლეოდნენ ჩვენებებს, საუბარია პოლიციელებზე, იტყუებოდნენ. გამოდის, რომ იტყუებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად გაამართლა რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე, სინდისის პატიმარი და ის პირდაპირ სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გაუშვა. წესით ახლა გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ სამართალდამცველებით, რომლებმაც პროცესებზე სავარაუდოდ მოიტყუეს, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობები და სწორედ ეს არის მუხლი, რომლითაც მათ წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოიკითხონ პოლიციელები, ვინ დაავალა იმის თქმა სასამართლო პროცესებზე, რასაც ისინი საუბრობდნენ, პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ ახობაძის ჯიბიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერება, დაფასოებული, ამტკიცებდნენ, რომ ის წარსულშიც მოიხმარდა ნაწილი პოლიციელების, მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა ეს ყველაფერი დღევანდელი ვერდიქტით გაბათილდა. ახლა საინტერესოა, რა სიტყვის მეორე ინსტანცია. დღეს პროკურორი არ გამოჩენილა ამ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ. ჩვენ მედიის წარმომადგენლები მას ვეძებდით, გვინდოდა განმარტებები გაეკეთებინა მასაც ეთქვა, რატომ მოიტყუეს პოლიციელებმა, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი მედიას დაემალა და გაცხადდა პროკურატურის სურვილი, რომ საქმე წაიღოს სააპელაციო სასამართლოში. საინტერესოა, დატოვებს თუ არა ძალაში რომეო ტყეშელაშვილის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია თუ შეცვლის მას. გიორგი ახობაძე პირველი სინდისის პატიმარია, რომელსაც სასამართლო დარბაზის კარი გაუღეს. ხელმორკილ დადებული ექიმი მრავალწლიანი პატიმრობის განაჩენის მოლოდინით. შოკში იყო, როდესაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნახევარსაათიანი დაგვიანების შემდეგ ვერდიქტი გამოაცხადა. დახურული სასამართლო შენობა დღეს ემოციებს ვერ იტევდა. ტიროდა ყველა, ვინც დატყვევებულ ექიმს 8 თვის განმავლობაში გულშემატკივრობდა. დღეს ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე პროკურატურას საქმეს არ ჩამოუშლიდა. ყველა მედია საშუალებას პირველ რიგში უღმესი მადლობა მინდა გითხრათ იმ გვერდში დგომისთვის ესეთი დეტალური გაშუქებისთვის და ავიცი კიდე ალბათ 10 იმდენი ნანახი არ მაქვს რაც შიგნით შემოვდიოდა თქვენ ამ შევაზე ინფორმაცია და რაღაც აღშიოდება შევადები ისეთი ფაქტი რომ პირველი ემოცია რაც მაქვს ალბათ გათავისუფლებულ ექიმს სასამართლოს ეზოში დახვდნენ მეგობრები, ოჯახის წევრები და აქტივისტები, რომლებიც 8 თვის განმავლობაში ამხნევებდნენ. ადამიანები, ვინც მის სიმართლეში დარწმუნებულები იყვნენ და ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ახობაძე ხელისუფლების პირადი პატიმარი იყო. ბრძოლა ბოლომდე ეს იყო ფრაზა, რომელიც თავისუფლებაზე ყოფნის პირველივე წუთს მიმართა გათავისუფლებულმა სინდისის პატიმარმა შეკრებილებს. ერთის მხრივ ეხა გამამართლებელი განაჩენი იყო და ცოტა უმადური იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ კრიტიკა ყველა ვარიანტში ეკუთვნით ეგერთი. მეორე ვფიქრობ, რომ 260 მუხლები შესაძლებელია თავიდანვე ესე იყო ჩაფიქრებული, რომ არ არვიდან 20-მდე, არამედ თქვათ 8 თვე, 9 თვე, როგორც შემაშინებელი მანევრი და მათ შორის ეხლა უფრო იმიტომ მიმტკიცდება ეგ აზრი, რომ გურეშიძე რომ მიჭერდა, რომ ჩამიდო ნარკოტიკი მაშინ, ესეთი დამშვიდებული სახით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო და როგორც ჩანს ამას გულისხმობდა რა. გიორგი გურეშიძეს მოვიკითხა. წავისის მიწაში წილში ვარ გიორგი. სინდისის პატიმრის მიმართვის ადრესატები ის პოლიციელები იყვნენ, ვინც მის წინააღმდეგ ოქმი შეადგინეს და სასამართლო პროცესებზე უმძიმეს დანაშაულში მის მონაწილეობას ამტკიცებდნენ. იმას მაინც დავამტკიცებ, რომ სულ ცოტა სუჩვენებები მიცეს, სამსახურეობრივი გულგრილობა ქონა, პროკურორმა ხელი დააფარა დანაშაულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცის დამტკიცება შეიძლება, ნაკლებად მძიმე მუხლებით, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ მაგათვის ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ არ ვიცი, ქუჩაში რომ შემხვდებიან, როგორ უნდა
როგორ უნდა შემომხედონ თვალებში, აი, მაინტერესებს აი შმაგი გობეჯიშვილი რო დამინახავს, სულ მინდოდა რომ მეკითხა, რომ აი ესეთი მოტივირებული რატო იყო პროცესებზე. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა. მოწმეებმა კი ვერ დაადასტურეს ბრალი, რომელსაც გიორგი ახობაძეს ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მთელი 8 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდა და ის ციხეში უვადოდ უნდა წასულიყო. სიტყვებს, ემოციებს თავს ვერ უყრი, ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო დღეს. ერთადერთი ალტერნატივა ჰქონდა მოსამართლეს. მიიღო გამომართლებელი განაჩენი, გამოეტანა გამომართლებელი განაჩენი და ვფიქრობ მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში რომ მიიღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება სამწუხაროდ, რასაც ველოდით. შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ქონია. ამით უკვე წერტილი დაესვა ყველაფერს და ფარდა ეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს. იმ აბსურდს, რასაც გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში. გიორგი არის უდანაშაულო. ოცნებამ უკან დაიხია, ამბობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ახობაძის განაჩენს ესწრებოდნენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს განაჩენი ოცნების ლიდერშიპის მიღებულია და ტყეშილაშვილი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა. ოპოზიციის მტკიცებით, სანქციებით შეშინებული ივანიშვილი უკან იხევს. უნდა არც დღევანდელი გადაწყვეტილებით არ გამოჩნდა, რომ სასამართლო თითქოს არის დამოუკიდებელი რეჟიმის უკან დახევა ეს ნამდვილად სასამართლო არასდროს არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ბრალდების მხარე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა შავით თეთრს და მზად იყო, რომ მრავალი წლით გამოეკეტათ ადამიანის თავისუფლება და სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უბრალოდ გაეწირა თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის. დღეს დადასტურდა, რომ რეჟიმმა უკან დაიხია და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება. გიორგი ახობაძის თავისუფლება არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი. აი ამ ჩვენი საოცარი, გაუტეხელი, მამაცი, პრინციპული და უდრეკი სინდისის პატიმრების აი ამ გაუტეხელმა ბრძოლამ მოიტანა დღევანდელი დღე. გამარჯვება წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი. დღეს გავიმარჯვოთ ყველა. გავიმარჯვოთ სისტემაზე. მე არ მგონია, რომ იქ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა სასამართლოში. უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლო კლანშიც. ქართულ ოცნებაში მძიმე ვითარება აქვთ. ეშინიათ საგარეო წნეხის, მეგობარი აქტის, სანქციების და რაც თავარი ეშინიათ ქართული ხალხის, მუხტის ეშინიათ იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს. მზიამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ცხელი შემოდგომის, ვისაც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს. ცოტა დაუჯერებელი მოხდა, ეხლა ისეც არ არის. ეხლა რომ გარეთ ქუჩაში ვდგავარ, არ მჯერა. ზარიციხიდან ახობაძის გათავისუფლება მიულოცეს სინდისის პატიმრებმა. თანამე საქმე ნიკა კაციამ, რომელსაც უვადო თავისუფლების მუხლი აქვს წაყენებული და განაჩენს ელოდება. ყველას დღეს იმედი ჩაესახა, რომ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ შეკერილი საქმეები პროკურატურას ეშლება. ფაქტურად დღეს მოსამართლემ თქვა, რომ გიორგი ახობაძეს წამალი ჩაუდეს. ფაქტურად ეს მოსამართლემ გამოიტანა ეგ გადაწყვეტილება. არ არსებობდა მტკიცებული ადამიანი, რომელიც 8 თვე ტყუილ უბრალოდ მე-9 თვე მიდის უკვე ამყოფეს ციხეში და ეხა კეთილი ინებონ და ის ადამიანები, ვინც მის ხდომებზე მოდიოდნენ, ცრუმოწმეები და 1000 გვარ სისულელეს და ტყუილს ამბობდნენ, აი ეხა პროკურატურა დადგეს და ის ადამიანები დასაჯოს. ბოლო პრეცედენტმა გამაგიჟა იმდენად საოცრება რაღაც იყო, რომ არაფერი არ მიუჯია და პირდაპირ გამოუშვეს და რა ვიცი, იმედი რა თქმა უნდა ჩვენ არ დაგვიკარგავს, ყოველთვის იმედი გქონდა და რა ფორმით და რა დრო ვადაში გამოუშვებდნენ, ეგ წარმოდგენა შეგვეცვალა, რომ კიდევ ერთი მეთოდი შეიძლება გაჩნდა ამათი გამოშვების და ნახოთ, რა ვიცი, ყველა მთელი მსოფლიო ამათ ადგას კისერზე და ძალიან ცოტა დრო დარჩა, რა ვიცი. ეხლა არასწორი მხარის არჩევას ტეხს არ უსურებ და სწორ მხარეს ვინ დგას, დღითი და უფრო მეტად ჩდება. საღამოს 8 საათი რუსთაველი, ეს არის დანიშნულების ადგილი, სადაც გათავისუფლებული ექიმი მივა. 8 თვიანი ტყვეობის შემდეგ გიორგი ახობაძე იმ სახლში დაბრუნდა, სადაც ბოლოს ერთადერთი ოჯახის წევრი დედა დატოვა. დედა ახობაძის პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. გიორგი ახობაძე